მე მინდა მადლობა უთხრა კალბატონი მაროს შთამომავლებს, ვინც აქ ესწრებიან. მე მინდა მადლობა უთხრა დამსწრე საზოგადოებას, მათ შთამომავლებს, იუნკრების შთამომავლებს, ვინც აქ ესწრებიან. მე მინდა მადლობა უთხრა ქართულ ჯარს, რომელიც აქ არის. მე მინდა მადლობა უთხრა პირადად ანა დოლიძეს, რომლისგანაც მოდის ეს იდეა და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ძალიან კარგი იდეა იყო. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის წითელი ჯვრის მოწყალების დას მარიამ მაყაშვილს მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება და გადაეცეს ეროვნული გმირის ორდენი გარდაცვალების შემდეგ. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის წითელი ჯვრის მოწყალების დას მარიამ მაყაშვილს მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება და გადაეცეს ეროვნული გმირის ორდენი გარდაცვალების შემდეგ. ეს არის ძალიან დიდი პატივი ჩემი ოჯახისთვის, მისი შთამომავლებისთვის. სამწუხაროა, რომ უფროსი თაობა ვერ შეესწრო ამბავს და მხოლოდ მე დარჩი მისი ესე მომდენო თაობიდან წარმომადგენელი. შვილები და შვილიშვილები ბევრი არიან. ბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ასე დიდი ჯილდოსათვის და რა თქმა უნდა, ეს არის დიდი სიამაყე ჩვენი ოჯახისთვის და აქვე მინდა ორი სიტყვით მოგახსენოთ, რომ ჩემი შთამომავლები, ასე ვთქვათ, აგრძელებენ ამ სამხედრო სამსახურს. ჩემმა შვილიშვილმა წელს დაამთავრა აკადემია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხედრო აკადემია და მსახურობს ერთ-ერთ განაღობში. მარო მაყაშვილი პირველი ეროვნული გმირი ქალი არის დღეიდან. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ გვეყოლება ასეთი ძალიან მისაბაძი ადამიანის ისტორია გვექნება ჩვენს გარშემო, ჩვენი ახალგაზრდა თაობები, ბავშვები, კარგად შეისწავლენ ამ ისტორიას და იმ ფასეულობებს, რისთვისაც მარო მაყაშვილმა თავი დადო. აქედან გამომდინარე ეს სიმბოლური ნაბიჯი ეროვნული გმირის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია. მარო მაყაშვილი იყო ადამიანი, რომელიც იყო ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან თავდადებული, სამშობლოზე შეყვარებული და რეალურად ის არის ახალგაზრდა იდეალისტური საქართველოს სიმბოლო. ორდენი რაც გადაეცა მარო მაყაშვილს, მისი შთამომავლებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივი და სასიხარულოა. და ჩემი აზრით, აქ ჩვენ უნდა ვახსენოთ არა მარტო მაროს სახელი, არამედ ყველა იმ პიროვნების და ყველა იმ გმირის, ვინც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას.